ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ და დაუშვებლად. თინა ბოკუჩავას შეფასებით, ქართული ოცნების სარჩელი დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობას ხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარებას მოითხოვს. ბოკუჩავას განცხადებას მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. უმრავლესობის წევრები წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებენ და ამბობენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეების მიმართ სადამჟელო ქმედებები განახორციელა. სასამართლოზე ზეწოლა ვერ იქნება, როდესაც საუბარი არის მოქმედი კანონმდებლობის ნორმის და შესაძლებლობის გამოყენებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლად თავისით კი არ გადაწყვიტოს წარმოებაში მიიღოს თუ არა ეს ანტიკონსტიტუციური სარჩელი, არამედ მოახდინოს ამ ასე ვთქვათ, გამწესრიგებელი სტომის ჩატარება ზეპირი მოსმენით, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცემათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ სასამართლოს, ასევე საზოგადოებას, რომ ის სარჩელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა ღალატის კომისიის დასკვნის საფუძველზე, არის აბსურდული. კიდევ მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა ჩვენი პარტიის აკრძალვის თაობაზე, ჩვენ გავასაჩივრეთ ის ანტიკონსტიტუციური ნორმები, რომელთა საფუძველზეც რეჟიმი ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანას და დემოკრატიის მოსპობას ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ქართული ოცნების ამ სრულიად აბსურდულ და დაუსაბუთებელ სარჩელს პარტიების აკრძალვის თაობაზე, ჩვენ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შევიტანეთ შუამდგომლობა, რომლითაც მოვითხოვეთ, რომ ეს სარჩელი სასამართლომ საერთოდ არ მიიღოს არსებითად განსახილველად. ნაცმოძრაობა არის ლიკვიდაციის პროცესში, ამას თვითონაც აღიარებენ. შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც თვითლიკვიდაცია თვითონ გამოაცხადოს ნაცმოძრაობამ, ისე მიდია. ნაცმოძრაობა ახლა არის პოლიტიკურ ჭაობში და ჭაობის პრინციპი ჩვენ კარგად ვიცით. რაც უფრო აქტიურობ, მით უფრო სწრაფად იძირები. ბოკუჩავა მოისვას ახლა გვერდზე ის ადამიანები, თუ მაგარია და ამ ბრიფინგი ჩაატაროს იმ ხალხთან ერთად, ვინც მისი გადმოსახედიდან აბრალებს ნაცმოძრაობას რაღაცებს და თუ არ აბრალებს და სათქმელი არაფერი აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ არათუ წარმოებაში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საქმე. არამედ ის გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, რასაც დიდი ხანია ელოდება ქართული საზოგადოება. ალბათ ისევ ძველი დრო გონიათ, როდესაც შეკვეთებს იძლეოდნენ სასამართლოს მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლო ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი და ახლაც შეუძლიათ მიუთითონ, როგორ მოიქცეს საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო მოიქცევა კანონის შესაბამისად და თავის მიხედულებით. ჩვენ კი ვართ ხელისუფლება, მაგრამ აზრათაც კი არ მოგვივა თავში, რაიმე რეკომენდაცია მივაწოდოთ ამ მიმართულებით. ეს არის უხეში ჩარევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში. მათგან ეს გასაკვირი არ არის, რასაც მიჩვეულები იყვნენ, ისევ იმას აკეთებენ.